ჩვენი შემდეგი მონაწილე მესიკ თაბაგარი. შევაგებოთ ტაშით. გამარჯობა გენანცვალე. გამარჯობა ბატონო მესიკ, როგორ გიკითხოთ? კარგად, თქვენ როგორ ხართ? ჩვენც კარგად. ისე გამიმარჯოს, როგორც ჩვენ თვითონ და ხო, მასე იყოს. მასე რაღაც იყოს კაცო რატო? გაიხარეთ თქვენი ჭირი. ყვარყვარესი რა ხარ თქვენ? ჭიათურიდან. უმრავლესობაში ვარ, დღეს ბევრი ვართ მოსული. ჭიათურლები. ყვარყვარესი რა ხარ? ვისი? ყვარყვარესი. ჩემ კლასში იყო. ჩემ კლასში იყო. ყვარყვარე, თუთაბერი. პირველად ხართ ხო ჩვენ? დიახ. ძალიან კარგი. ტელევიზიაში პირველად ვარ რა. მე როგორც დაგაკვირდით თქვენ არ ნერვიულო. რა მაქვს ანერვიულო? არაფერი. რა გაქვს ანერვიულო და ჭიათურიდან ჩამოხვედი? კი ბატონო. ო და რა? ადრეც ვარ თბილისში ნამყოფი. ყობას იცნო? ჩემ კლასში იყო ესეც. ყობა რა, ყველას კლასელია. დიდი კლასი ყოლი. მე ხო თეატრია ყველგან ყავს. ვერ გავიგე. მე ხო თეატრას დავამთავრე სკოლა. ხო, ხო. თეატრას დავამთავრე და ერთ გაკვეთილზე ვიყავ თეატრაში. პირველ გაკვეთილზე მე ვასწრებდი ხვარჩელში ჩავდიოდი, მეორე გაკვეთილზე მე მესამე მეოთხეს. ქუთაისში და მეექვსემეში და ბრესტაფონში. ბესო, იცოდი ამის ზედმეტი სახელი. პიყვირო. პიყვინა. იყვინა. მერეში არ ქვეს ეთყობა სკოლაში არავინ. სკოლაში არ ეძახდნენ. სკოლაში რას ეძახდნენ ყოლა? ა? სკოლაში ხო არ იცი რას ეძახდნენ ყობას? სკოლაში ჩო პრასტოიგობა იყო. შეავსეთ ანკეტა. რავი დავზე. შევსებულია. თქვენ არ წაიკითხოთ. აბა, შემეშ. რაღაცა შემეხალა პირველი მა და აღარ შემასწავლე. მე მივხვდი რა. ბესო თაბაგარი, პატარა ტოშიჩი რა არის? დიდ ჩემს ძმას უძახიან. ტოშიჩი. ბაბუაჩემს ერქვა ტოშია. ხო და მამაჩემს უძახიან ტოშის და თავისთავად გადმოვიდა ეს მემკვიდრეობითი არის კლიჩკაც. გადმოდის ტოშიჩი. ტოშიჩი. ტოშიჩი კი არა, ტოშიჩი უნდა იყოს. არა, მასე ცუდად არის, ნუ და მიმახინჯე კაცო. დიდი მადლობა ჩვენ ჟიურის ანკეტის საკითხვისთვის. მე უნდა გკითხოთ ბატონო მესიკ, შესავალი ხო არ გნებავთ რაიმე? არა, როცა მეტყვით, მაშინ დავიწყებ. დაიწყეთ. ძალიან კარგი. მოემზადოს ჟიური. თამაშობს მესიკ თაბაგარი 1, 2 და 3. პირველ კლასში რო ვიყავი, მასწავლებელი გვასწავლიდა ბოსტნეულის სახეობებს. ხო და ჩამოგვითვალა სახელები და აბა ბავშვებო რა შედის ბოსტნეულშიო და მე გამოხდი და მასწავლებელო თუ შემორაგვა ვერაფერი თქო. გაეჩინა და გაეძიმა. რა თქმა უნდა. ჩვენ საყვარელ მალხას და თქვენ მოიგეთ 50 ლარი. ძალიან კარგი. უნდა გკითხოთ, ხო აგძელებთ? აბა რა ვშვები იგივე. ძალიან კარგი. მოემზადეთ. თამაში არის 100 ლარზე 1, 2 და 3. ტრედი იტალიაში და საჩხერეში დელიკატესია. იტალიაში იმიტომ რომ მოწონთ და საჩხერეში პროსტა არის შოება. ჭიათურელა ასტრონომამ მთვარეზე ფეხის დადგმისთანავე მარგანეც სისტემა დაიწყო მაგ სასიცხებ. ჩემმა შვილმა მამა პრეზიდენტი უნდა გამოვიდო და სკოლიდან გამომიყვანე ეგრევე ფეხბურთზე შევიყვანე. ტყუილები პროფესიების მიხედვით ფეხსაცმელის გამყიდველი, შეიცვავდა გეიწებს, სახლის მაკლიერი, ცენტრიდან 10 წუთია შვილებს გეფიცები, ყველის გამყიდველი. დეიდა ამ ყველს ძალიან კარგი, გაეღიმა. მალიკასთან თქვენ მოიგეთ 100 ლარი. გილოცავთ. მეც გილოცავ. აგძელებთ? რა თქმა უნდა. მე უნდა გკითხოთ ეს ჩემი ვალდებულება. იმიტომ რომ მოემზადოს ჟიური. თამაში არის 200 ლარზე. შესაძლოა გავაკეთებ ამას თავიდან წავიკითხავ. ბატონო? შესავალს გავაკეთებ ამას თავიდან წავიკითხავ ეს არ დამთავრებია. მაშინ თუ გინდა შესავალი გააკეთეთ და მე ჩავთავ დროს. ოღონდ მანიშნეთ ოდის ჩავთავ. ანუ პროფესიები ყოველდღე ამ პროფესიის ხალხი რა ტყუილებს იძახიან. ჩართე. 1, 2 და მოემზადეთ 3. ჩართე თუ გინდა ვენახი და გიპარო. ტუფლების გამყიდველი შეიცვავდა გეიწევს, სახლის მაკლიარი, ცენტრიდან 10 წუთია შვილებს გეფიცები, ყველის გამყიდველი. დეიდა ამას რაღაცა საპნის სუნი აქ გონია. არა შვილებს გეფიცები, ერთი კვირა არის საპნით არ დამიბანია ხელებიო. მაღაზიის გამყიდველი შინაურთან, შვილებს გეფიცები თავის ფასში გატან. მალხაზ ყველა ჭიათურელს ნანახი აქვს. ჯოჯოხეთი, ეს არის საჩხერის საავადმყოფო. ლალი ბიცოლა,
ერთხელ მესტუმრე ჭიათურაში რა იყო პატარა როგები მარიაჟო აღარავის უკვე ეს ჩემი ოპელი მერსედესის კალბაგებით ჭიათურის სპორტის სახეობები საბაგიროდან გადმოხტომა კუკუმალობანა მაღაროში მარგანეცის ტყორცნა შახტმატი სიმინდის ტაროს სწრაფად გარჩევა ყვირილაში ბრასით ცეკვა ქიშვარდი ბიჭის ულვაშის ცმაცუნს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მალხანს გაეღიმა მალხანს და ჩემო კარგო თქვენ მოიგეთ 200 ლარი რამდენი წამი ეწერა მო დაგიმატე 10 წამი 65 წამზე კინაღამ წააგე დაგიმატე 10 წამი კინაღამ არ იფლება რო არ დაემატებიათ მაშინ წააგებდით 5 წამიც და წააგე კი ბატონო თქვენ 200 ლარი მოიგეთ ახლა გავაგზავნოთ ისევ თუ უნდა გკითხოთ მაინც ვფიქრობ რომ ჯობია რომ შეწყვიტოს თამაში იმიტომ რომ ბოლო 5 წამზე კი ბატონო შენ უკეთიც რა უნდა ვქნა შენ ჩემზე უკეთიც რა უნდა ვქნა რო კითხო ვიცით ხოლმე ამან უფრო ხან ვიცით ხოლმე ხანდახან უნდა იგაცო შენზე უკეთ რო იცის რა უნდა შენზე უკეთ რო იცის რა უნდა ქნა შენ მიტოზის ის აქ და შენ მან კი ბატონო ერთ წუთს გაძლევენ დროს და 1 საათი უნდა ეღრიჯო რო გააც სავდი ვამათ მეყვავილებში კაი ვწყვიტავ არ ვაწყენიებ ბატონ ჟიურს აი ცო დაგიჯერა მიდაგაია რუსთაველის ახლა თეატრის სამსახურიდან უფროსმა დამაბარა რომ 1000 ლარს თუ მოიგებ 1000 მეკჩუქნიო და ნაკლებით თუ წამოხვალ არაფერსო და ამას რა არა უშავს შემდეგზე ხო მოხვალ კაცო ეხლა გაპირველად ხარ მოსული ცოტა ხო მიეჩვი გათამამდები გავიცანით ერთმანეთს და მე რომ მოხვალ კიდე უკეთესად მოხვალ თან ახლა გაშიც ვიქნებით თან 200 ლარიც მოიგე და თან უფროსიც დაგლოცავს რო არ მოიგე 1000 ლარი 200 აგებული წასვლას არ ჯობია 200 ლარიანი და დალოცვა არსებობს ეგეთი შეგვეთილი წირვა 200 ლარი დელი აღარ იცოდი ილოცება და უფროსი დალოცავს მოკლედ გადაწყვეტილება თქვენზეა არა შევწყვიტოთ არა აეგრე კარგი გადაწყვეტილება მიღებულია დაგლოცავს რომ დაუჯერე ტაში დააჯილდოთ ეს ადამიანი და გადავცემ 200 ლარს ინებეთ ბატონო დიდი მადლობა მომდაბალობის გაიხარეთ მიყვარს დამჯერი მონაწილეები ძალიან კარგი მადლობა მომბრძანებისთვის ძალიან კარგი გადაცემა კარგი დღე იყო, ცოტა ავღელდი, იმიტომ რომ პირველად ვიყავი, მაგრამ არაუშავს, შემდეგში დავხვეწავ. დიდი მადლობა ჟიურს, დიდი მადლობა რუსთავიორს, ჩვენ მაყურებელს ძალიან დიდი მადლობა და მინდა უთხრა ჩემ თანამოქალაქეებს, რომ თითოეული ადამიანი ყველანი ძალიან მიყვარხართ.